დრო არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. ის არ არის მდინარე, რომელიც ერთი მიმართულებით მიედინება, არ არის უცვლელი რიტმი, რომელიც ყველას ერთნაირად აკვანძავს. დრო არის ცვლადი, დამოკიდებულია სივრცეზე, მასაზე, მოძრაობაზე და ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ გრავიტაცია თავად ქმნის დროის უნიკალურ რიტმებს. წარმოიდგინეთ, რომ გაბურღეთ გვირაბი დედამიწის ცენტრში, სრულიად სწორი, იდეალური ხვრელი, რომელიც გასდევს პლანეტას ერთი პოლუსიდან მეორემდე. ახლა ჩახტეთ. რას ფიქრობთ, რამდენ ხანს გასტანთ ამ მოგზაურობას? 1 საათი? 2? მთელი დღე? პასუხი გაგაოცებთ, ზუსტად 42 წუთი და 12 წამი. არა მეტი, არა ნაკლები. და აი რაც ყველაზე შოკის მომგვრელია, ეს დრო იგივე იქნება, თუ გვირაბს გაბურღავთ პოლუსებს შორის, ეკვატორზე, დიაგონალურად, ან საერთოდ ნებისმიერი მიმართულებით. ყოველთვის 42 წუთი 12 წამი. როგორ შეიძლება ეს? რატომ არის დრო ასე მკაცრად განსაზღვრული? რა ძალა აკონტროლებს ამ კოსმიურ მეტრონომს? და რას ამბობს ეს ჩვენზე, სივრცეზე, გრავიტაციის ბუნებაზე? ეს არ არის უბრალოდ მათემატიკური კურიოზი. ეს არის ფანჯარა გრავიტაციის ფუნდამენტურ ბუნებაში, ძალაში, რომელიც ქმნის არა მხოლოდ ვარდნას, არამედ თავად დროის სტრუქტურას. ყოველ ჯერზე, როცა ვარდებით, ბავშვი, რომელიც ხიდან ხტება წყალში, ვაშლი, რომელიც ტოტიდან იშლება, თქვენ, როცა სკამიდან ადგებით, ჩვენ გვგრძნობთ გრავიტაციას როგორც უბრალო მიზიდულობას. მაგრამ სიმართლე უფრო ღრმაა. გრავიტაცია არ გიზიდავთ ქვემოთ. ის ცვლის თავად სივრცე-დროის ქსოვილს და თქვენ უბრალოდ მიჰყვებით ამ ახალ გეომეტრიას. დედამიწის ცენტრში ვარდნა, ეს არის იდეალური ექსპერიმენტი, რომელიც ავლენს ამ ფარულ მექანიზმს. ის გვიჩვენებს, რომ გრავიტაცია არის არა ძალა, არამედ გეომეტრია. არა მიზიდულობა, არამედ სივრცის მოხრა. და ამ მოხრის შედეგი არის რიტმი, სრულყოფილი, უცვლელი, 42 წუთი 12 წამიანი რიტმი, რომელიც ჩაწერილია თავად პლანეტის სტრუქტურაში. წარმოიდგინეთ საათი, რომელიც არ საჭიროებს ბატარეას, არ საჭიროებს სამბარას, არ საჭიროებს არაფერს გარდა თავად სივრცის არსებობისა. ასეთი საათია გრავიტაცია, კოსმიური მეტრონომი, რომელიც რხევს მარადიულად, უცვლელად, სრულყოფილად. და 42 წუთი 12 წამი არის მისი ერთი ტიკ-ტაკი. ისტორია იწყება ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში, სადაც არისტოტელე ასწავლიდა, რომ მძიმე ობიექტები სწრაფად ვარდებიან, მსუბუქები, ნელა. ეს ჟღერდა ლოგიკურად. ქვა ვარდება სწრაფად, ბუმბული, ნელა. მაგრამ ეს იყო ილუზია, რომელიც დომინირებდა ადამიანის აზროვნებაში თითქმის 2000 წლის განმავლობაში. შემდეგ მოვიდა გალილეო გალილეი, იტალიელი მეცნიერი, რომელიც ბედისნებით აღმოჩნდა პიზას დახრილი კოშკის ქალაქში. ლეგენდა ამბობს, რომ მან ორი განსხვავებული მასის ბურთი ჩამოაგდო კოშკიდან და დაამტკიცა, ისინი ერთდროულად მიაღწიეს მიწას. გალილეო არ იყო უბრალოდ ექსპერიმენტატორი. ის იყო რევოლუციონერი, რომელიც ებრძოდა ათასწლოვან დოგმას. წარმოიდგინეთ ის მომენტი, ხალხი შეკრებილია კოშკის ქვეშ, სკეპტიკოსები ეჩვით უყურებენ ამ ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც ამტკიცებს, რომ არისტოტელე ცდებოდა. ბურთები ტოვებს მის ხელებს. ისინი ვარდებიან და ერთდროულად ეცემიან მიწას. ამ მომენტში იცვლება ფიზიკა. იცვლება ჩვენი გაგება რეალობისა. მაგრამ გალილეო წავიდა უფრო შორს. მან დაიწყო ფიქრი იდეალურ სიტუაციებზე, რა მოხდებოდა, რომ არ არსებობდეს ჰაერის წინააღმდეგობა. რა მოხდებოდა, რომ ობიექტი ვარდებოდეს გვირაბში, რომელიც გასდევს მთელ დედამიწას. ეს იყო აზროვნების ექსპერიმენტი, რომელიც წინ უსწრებდა თავის დროს. გალილეომ ვერ იცოდა ზუსტი პასუხი, მაგრამ მან დაადო საფუძველი იდეას, რომ გრავიტაცია მუშაობს სიმეტრიულად, რომ ვარდნა და აწევა არის ერთი და იგივე პროცესის ორი მხარე. ისევე როგორც მაიატნიკი, რომელიც რხევს წონასწორობის წერტილის გარშემო, ობიექტი გვირაბში რხეოდა დედამიწის ცენტრის გარშემო. მას შემდეგ საუკუნეები გავიდა. ისააკ ნიუტონმა ფორმულირება მისცა გრავიტაციის კანონს, ყოველი მასა იზიდავს ყოველ სხვა მასას ძალით, რომელიც პროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და უკუპროპორციული მანძილის კვადრატისა. ეს იყო ელეგანტური, მძლავრი ფორმულა, რომელიც აღწერდა პლანეტების მოძრაობას, მთვარის ორბიტას, ვაშლის ვარდნას. მაგრამ ნიუტონის თეორიაში იყო ერთი საიდუმლო. გრავიტაცია მოქმედებდა მყისიერად, მანძილზე, ყოველგვარი შუამავლის გარეშე. როგორ? ნიუტონი თავად აღიარებდა, ჰიპოთეზებს არ ვქმნი, მან აღწერა რა ხდება, მაგრამ არა რატომ. ამ კითხვაზე პასუხი მოვიდა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიით.
აინშტაინმა გვიჩვენა, რომ გრავიტაცია არის არა ძალა, არამედ გეომეტრია. მასა ახლობს სივრცეს და ობიექტები მოძრაობენ ამ მოხრილ გეომეტრიაში სწორი ხაზებით, გეოდეზიურებით. წარმოიდგინეთ დაჭიმული რეზინის ზედაპირი. დადეთ მასზე მძიმე ბურთი, ზედაპირი მოიხრება ქმნის ძირს. ახლა გაუშვით პატარა მარგალიტი ამ ზედაპირზე, ის დაიწყებს მოძრაობას ძირისკენ, არა იმიტომ, რომ ბურთი იზიდავს მას, არამედ იმიტომ, რომ თავად სივრცე მოიხარა. ეს არის გრავიტაციის ნამდვილი ბუნება. ყოველ ჯერზე, როცა ფეხს დგამთ მიწაზე, თქვენ არ გრძნობთ დედამიწის მიზიდულობას, თქვენ გრძნობთ, როგორ უჭერს თქვენს ფეხებს მიწა, რომელიც ცდილობს გაიშალოს უკან თავის ბუნებრივ სწორ ფორმაში, მაგრამ ვერ შეძლებს, რადგან სივრცე მოხრილია. თქვენ ხართ ამ მოხრილი გეომეტრიის ნაწილი. და როცა ამ გაგებას გამოიყენებთ დედამიწის ცენტრში ვარდნის პრობლემაზე, იღებთ რაღაც განსაკუთრებულს. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ გვირაბის პირას, იდეალური ვაკუუმური გვირაბი, რომელიც გასდევს პლანეტას. ქვემოთ არის 6371 კილომეტრი სიღრმე, მანძილი დედამიწის ცენტრამდე. თქვენ ხტებით. პირველ მომენტში გრძნობთ ნორმალურ თავისუფალ ვარდნას, 9 მეტრი წამში კვადრატში აჩქარება, ისევე როგორც ყოველთვის. მაგრამ რაც უფრო ღრმად ეშვებით, რაღაც უცნაური იწყება. თქვენს თავზე მყოფი დედამიწის ნაწილი, ის კილომეტრები ქანების, მანტიის, ქერქისა აღარ გიზიდავთ ქვემოთ. ის ახლა თქვენს უკან არის და იწყებს თქვენს უკან მიზიდვას. გრავიტაცია სუსტდება. არა იმიტომ, რომ შორდებით დედამიწას, პირიქით უახლოვდებით მის ცენტრს, არამედ იმიტომ, რომ მასა, რომელიც გიზიდავთ, მცირდება. აი აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პარადოქსი გრავიტაციისა, მხოლოდ ის მასა გიზიდავთ, რომელიც თქვენს ქვემოთაა. ის, რაც თავზე აბალანსებს ერთმანეთს, ქმნის ნულოვან ეფექტს. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ გიგანტური ბურთის შიგნით, კედლები ყველა მხრიდან თანაბრად გიზიდავენ და ეს ძალები ურთიერთგაუქმდებიან. ყოველ კილომეტრზე აჩქარება მცირდება. 6000 კილომეტრზე 9 მეტრი წამში კვადრატში. 5000 კილომეტრზე 7 მეტრი. 4000 კილომეტრზე 6 მეტრი. 3000 კილომეტრზე 4 მეტრი. თქვენ აჩქარებით, მაგრამ აჩქარების ტემპი ნელდება. ეს არის უნიკალური მდგომარეობა, თქვენ ვარდებით სულ უფრო სწრაფად, მაგრამ ძალა, რომელიც გაჩქარებთ, სულ უფრო სუსტდება. ისევე როგორც მანქანა, რომელიც აჩქარებს, მაგრამ გაზი ნელ-ნელა უხსნით, სიჩქარე იზრდება, მაგრამ აჩქარება მცირდება. და შემდეგ აღწევთ ცენტრს. ზუსტად 6371 კილომეტრის სიღრმეზე, სადაც მასა თანაბრად გარს გეხვევათ ყველა მხრიდან. აქ გრავიტაცია ნულია. არა იმიტომ, რომ დედამიწას არ აქვს მასა, არამედ იმიტომ, რომ ეს მასა სიმეტრიულად გარს გეხვევათ. ყველა მიმართულებიდან მოქმედი ძალები აბალანსებენ ერთმანეთს. მაგრამ თქვენ არ ჩერდებით. თქვენ მოძრაობთ 25000 კილომეტრი საათში, სიჩქარე, რომელიც დაგროვდა 21 წუთის ვარდნის დროს. ეს არის სიჩქარე, რომელიც 20 ჯერ აღემატება ხმის სიჩქარეს, სიჩქარე, რომელიც გაგაქცევთ ნებისმიერ თანამედროვე რაკეტას. ახლა იწყება მეორე ფაზა. თქვენ გადიხართ ცენტრს და იწყებთ აწევას მეორე მხარეს. მაგრამ გრავიტაცია ახლა მოქმედებს საპირისპიროდ, ის აფერხებს თქვენს მოძრაობას. ისევე როგორც ბურთი, რომელსაც ზევით ისვრით, ნელდება გრავიტაციის გამო, თქვენც ნელდებით. ყოველ კილომეტრზე კარგავთ სიჩქარეს. 1000 კილომეტრზე ცენტრიდან 24000 კილომეტრი საათში. 2000 კილომეტრზე 23000. 3000 კილომეტრზე 21000. 4000 კილომეტრზე 15000. 5000 კილომეტრზე 10000. 6000 კილომეტრზე 5000. და ზუსტად 42 წუთისა და 12 წამის შემდეგ თქვენი სიჩქარე ხდება ნული, ზუსტად იმ მომენტში, როცა გამოდიხართ გვირაბიდან მეორე მხარეს. თქვენ ჩამოფრინდით პლანეტის მეორე მხარეს და თუ არავინ არ დაგიჭერთ, დაიწყებთ უკან ვარდნას. და ისევ 42 წუთი 12 წამი. და ისევ. და ისევ. უსასრულოდ. ეს არის გრავიტაციული რხევა, სრულყოფილი, უცვლელი, მარადიული. თქვენ გახდებით ადამიანური მაიატნიკი, რომელიც რხევს პლანეტის გულში. წარმოიდგინეთ საათის მაიატნიკი, რომელიც რხევს წონასწორობის წერტილის გარშემო. მისი პერიოდი დამოკიდებულია მხოლოდ სიგრძეზე და გრავიტაციაზე, არა მასაზე, არა ამპლიტუდაზე. ისევე როგორც მაიატნიკი, თქვენც რხევით დედამიწის ცენტრის გარშემო და თქვენი პერიოდი დამოკიდებულია მხოლოდ პლანეტის მასაზე და ზომაზე.
ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი საქანელაზე ხევს, ის განიცდის იმავე ფუნდამენტურ კანონს, რომელიც მართავს ვარდნას დედამიწის ცენტრში, გრავიტაციული რხევის კანონს, რომელიც აკავშირებს დროს, მასას და სივრცეს ერთ ელეგანტურ ურთიერთობაში. და აი რაც ყველაზე გასაოცარია, ეს დრო 42 წუთი 12 წამი არის იგივე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაბურღავთ გვირაბს. პოლუსებს შორის 42 წუთი 12 წამი. ეკვატორზე 42 წუთი 12 წამი. დიაგონალურად 42 წუთი 12 წამი. ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი კუთხით, ყოველთვის იგივე დრო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა სიმეტრია გრავიტაციისა. დრო, რომელიც სჭირდება ობიექტს, რომ გაიაროს სფერული მასის შიგნით ნებისმიერი ხორდა, არის უნივერსალური კონსტანტა, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ სფეროს მასასა და ზომაზე. გრავიტაცია არის არა ძალა, არამედ გეომეტრია, რომელიც ქმნის დროის უნივერსალურ რიტმს. მაგრამ რატომ ზუსტად 42 წუთი 12 წამი? რა მალავს ეს რიცხვი? წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ უზარმაზარი ბიბლიოთეკა, სადაც ყველა წიგნი დაწერილია უცნობ ენაზე. თქვენ ხედავთ სიმბოლოებს, ხედავთ შაბლონებს, მაგრამ ვერ იკითხავთ მნიშვნელობას. ასეთია ბუნების მათემატიკა, ის ყოველთვის იქ არის, ელოდება გაშიფრვას. და 42 წუთი 12 წამი არის ერთი ასეთი სიმბოლო, კოდი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დედამიწის შიდა სტრუქტურის, გრავიტაციის ბუნების, თავად სივრცე-დროის არქიტექტურის შესახებ. როცა მათემატიკოსები პირველად გამოთვალეს ეს რიცხვი 18 საუკუნეში, მათ აღმოაჩინეს რაღაც შოკის მომგვრელი. ეს იყო არა შემთხვევითი სიდიდე, არამედ ფუნდამენტური თვისება, რომელიც აკავშირებს პლანეტის ზომას, მის მასას და გრავიტაციულ აჩქარებას ერთ ელეგანტურ ურთიერთობაში. ფორმულა თავისთავად არის პოეზია. პერიოდი, დრო, რომელიც სჭირდება სრული რხევისთვის, უდრის ორპის გამრავლებულს კვადრატულ ფესვზე რადიუსის გაყოფილი გრავიტაციულ აჩქარებაზე. ჩასვით დედამიწის რადიუსი 6.371.000 მეტრი. ჩასვით გრავიტაციული აჩქარება ზედაპირზე 9.91 სანტიმეტრი წამში კვადრატში. გამოთვალეთ და მიიღებთ 5244 წამს. გაყავით 60-ზე 87 წუთი და 24 წამი. ეს არის სრული რხევის დრო, ჩასვლა და დაბრუნება. ნახევარი ამ დროისა, მხოლოდ ჩასვლა, არის 42 წუთი 12 წამი. მაგრამ აქ იწყება ნამდვილი მაგია. ეს ფორმულა არ არის უბრალოდ გამოთვლა, ის არის გამოვლენა ღრმა სიმეტრიისა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ მუშაობს გრავიტაცია სფეროს შიგნით. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც სწავლობს ფორტეპიანოზე დაკვრას, პირველად ისხედავს მხოლოდ შავ და თეთრ კლავიშებს, მაგრამ შემდეგ იწყებს გაგებას, რომ ეს კლავიშები ქმნიან აკორდებს, ჰარმონიებს, მელოდიებს. ისევე როგორც მუსიკა, მათემატიკა ავლენს ჰარმონიას, რომელიც არსებობს გრავიტაციულ ველში. ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი საქანელაზე ხევს პარკში, მისი მოძრაობა ემორჩილება იმავე ფორმულას, პერიოდი დამოკიდებულია საქანელის სიგრძეზე და გრავიტაციაზე, არა მის წონაზე, არა იმაზე, თუ რამდენად ძლიერ ხტება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც მუშაობს ყველა მასშტაბზე, საქანელიდან პლანეტამდე. და აქ ვახცევთ ყველაზე გასაოცარ ნაწილს, რომელიც ნამდვილად ავლენს გრავიტაციის ღრმა სიმეტრიას. წარმოიდგინეთ, რომ გვირაბი არ გასდევს პოლუსებს შორის, არამედ გაბურღეთ ის დიაგონალურად ლონდონიდან სიდნეიმდე, ან ნიუ-იორკიდან პეკინამდე, ან ტოკიოდან რიო-დე-ჟანეიროსკენ. ეს გვირაბი იქნება უფრო მოკლე, არა სრული დიამეტრი 12742 კილომეტრი, არამედ ქორდა, რომელიც კვეთს პლანეტას. ლოგიკა გვეუბნება, მოკლე მანძილი, ნაკლები დრო. მაგრამ გრავიტაციის ლოგიკა განსხვავებულია, ის მუშაობს პრინციპით, რომელიც ეწინააღმდეგება ინტუიციას. დიახ, მანძილი მოკლეა. ლონდონიდან სიდნეიმდე სწორი ხაზით დაახლოებით 10000 კილომეტრი, არა 12742. მაგრამ გრავიტაციული აჩქარებაც უფრო სუსტია, რადგან თქვენ არ ეშვებით ისე ღრმად ცენტრისკენ, არ აღწევთ იმ ზონებს, სადაც გრავიტაცია ძლიერია. თქვენ მოძრაობთ უფრო ზედაპირთან ახლოს, სადაც აჩქარება უფრო მცირეა. წარმოიდგინეთ ორი მანქანა, ერთი მიდის მთის გზაზე, ციცაბო, მაგრამ მოკლე. მეორე მიდის ველზე, გრძელი, მაგრამ სწორი. პირველი მანქანა ნელა ადის ციცაბო აღმართზე, მოკლე მანძილი, მაგრამ დაბალი სიჩქარე. მეორე სწრაფად მიდის სწორ გზაზე, გრძელი მანძილი, მაგრამ მაღალი სიჩქარე. და ხშირად ორივე მანქანა ერთდროულად აღწევს დანიშნულების ადგილს. ეს ორი ეფექტი, მოკლე მანძილი და სუსტი აჩქარება, ზუსტად აბალანსებენ ერთმანეთს. შედეგი? იგივე დრო. 42 წუთი 12 წამი.
ეს არის არა შემთხვევა, არამედ მათემატიკური აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ გრავიტაციული ძალა სფეროს შიგნით პროპორციულია მანძილისა ცენტრიდან. მათემატიკურად ეს ნიშნავს, რომ დედამიწის შიგნით არსებობს უსასრულო რაოდენობის იზოქრონული გზები, რომლებიც მოითხოვენ იდენტურ დროს. წარმოიდგინეთ უსასრულო რაოდენობის გვირაბები, რომლებიც კვეთენ პლანეტას ყველა შესაძლო კუთხით, ზოგი გასდევს ცენტრს, ზოგი მოხრილია, ზოგი მოკლეა, ზოგი გრძელი. და ყველა მათგანში ვარდნა სჭირდება ზუსტად 42 წუთს 12 წამს. ეს არის გრავიტაციის პოეზია, სიმეტრია, რომელიც ფარულია მათემატიკის ენაში, მაგრამ ავლენს თავს ყოველ ჯერზე, როცა ბუნება ქმნის წონასწორობას. ყოველ ჯერზე, როცა ათრევთ ქვას წყალში და ხედავთ კონცენტრულ წრეებს, რომლებიც ვრცელდებიან სიმეტრიულად ყველა მიმართულებით, ხედავთ იგივე პრინციპს. ბუნება ქმნის სიმეტრიას, ბალანსს, ჰარმონიას. გრავიტაცია არის არა ძალა, არამედ გეომეტრია, რომელიც ქმნის სიმფონიას სივრცე-დროში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ პრინციპს გამოიყენებთ ტრანსპორტისთვის. დაივიწყეთ მატარებლები, თვითმფრინავები, ავტომობილები, ყველა ეს მანქანა, რომელიც საჭიროებს საწვავს, ენერგიას, ძრავებს. წარმოიდგინეთ გრავიტაციული მეტრო, ქსელი გვირაბებისა, რომლებიც აკავშირებენ დედამიწის ნებისმიერ ორ წერტილს პლანეტის შიგნით. ლონდონიდან ტოკიომდე 42 წუთი 12 წამი. ნიუ-იორკიდან მოსკოვამდე 42 წუთი 12 წამი. სიდნეიდან პარიზამდე იგივე. კეიპტაუნიდან ვანკუვერამდე იგივე. არ სჭირდება საწვავი, გრავიტაცია აჩქარებს თქვენ პირველ ნახევარში, შემდეგ აფერხებს მეორე ნახევარში. არ სჭირდება ძრავები, თქვენ უბრალოდ ვარდებით და ავდიხართ, ისევე როგორც მაიატნიკი რხევს ენერგიის დანაკარგის გარეშე იდეალურ პირობებში. წარმოიდგინეთ სამუშაოზე წასვლა, არა საათობით საცობებში, არა გადატვირთულ მეტროში, არა ძვირადღირებულ ტაქსიში. უბრალოდ შედიხართ გვირაბში, ხტებით და 42 წუთის შემდეგ ხართ პლანეტის მეორე მხარეს. ეს იქნებოდა სრულყოფილი ტრანსპორტი, ეკოლოგიურად სუფთა, უსასრულოდ განმეორებადი, მათემატიკურად ზუსტი. რა თქმა უნდა, რეალობაში ეს შეუძლებელია. დედამიწის შიგნით ტემპერატურა აღწევს 6000 გრადუსს ცელსიუსს ცენტრში, ცხელია ვიდრე მზის ზედაპირი, სადაც ტემპერატურა არის 5500 გრადუსი. წნევა არის 3.600.000 ატმოსფეროზე მეტი, საკმარისი რომ გადააქციოს ნებისმიერი მასალა პლაზმად, გადააქციოს რკინა თხევად მდგომარეობაში. მანტია არის თხევადი ქანი, რომელიც მოძრაობს კონვექციური დინებებით სიჩქარით რამდენიმე სანტიმეტრი წელიწადში, ნელა მაგრუწყვეტად ქმნის კონტინენტების დრეიფს, ვულკანებს, მიწისძვრებს. ბირთვი არის მყარი რკინა და ნიკელი, რომელიც ბრუნავს 6000 გრადუსზე, ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც იცავს ჩვენ მზის ქარისგან. არავითარი გვირაბი ვერ გაუძლებს ამ პირობებს, არავითარი მასალა, რომელიც ცნობილია ადამიანისთვის. მაგრამ იდეალურ სამყაროში, სადაც დედამიწა არის ერთგვაროვანი სფერო, სადაც არ არის ხახუნი, არ არის ტემპერატურა, არ არის წნევა, არ არის ატმოსფერო, ეს იმუშავებდა სრულყოფილად. და ის, რომ მათემატიკა მუშაობს ასე ელეგანტურად, გვეუბნება რაღაც ღრმას გრავიტაციის ბუნებაზე. ის გვეუბნება, რომ გრავიტაცია არის არა უბრალოდ ძალა, რომელიც იზიდავს ობიექტებს ერთმანეთისკენ. ის არის გეომეტრიული პრინციპი, რომელიც ქმნის სიმეტრიებს, ბალანსებს, ჰარმონიებს, პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს თავად სივრცე-დროის სტრუქტურას. ყოველ ჯერზე, როცა უსმენთ მუსიკალურ აკორდს და გრძნობთ, როგორ ჰარმონიულად ერწყმიან ტონები, გრძნობთ იგივე მათემატიკას, იგივე პროპორციებს, რომლებიც მართავენ გრავიტაციულ რხევას. მუსიკა და გრავიტაცია ორივე ემორჩილება ჰარმონიულ რხევის კანონებს, რომლებიც აკავშირებენ სიხშირეს, პერიოდს, ამპლიტუდას ერთ ელეგანტურ ურთიერთობაში. მაგრამ ეს სიმეტრია ავლენს კიდევ უფრო ღრმა ჭეშმარიტებას, რომელიც აკავშირებს დედამიწის ცენტრში ვარდნას სხვა ფუნდამენტურ ფიზიკურ პროცესებთან, რომლებიც ხდება სამყაროს ყველა კუთხეში. წარმოიდგინეთ თანამგზავრი, რომელიც ბრუნავს დედამიწის გარშემო დაბალ ორბიტაზე, ზუსტად ზედაპირთან ახლოს, 100 კილომეტრის სიმაღლეზე, ისე რომ ჰაერის წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ არსებობს. რამდენ ხანს დასჭირდება ამ თანამგზავრს ერთი სრული ორბიტის გავლა, ერთი სრული წრე დედამიწის გარშემო? გამოთვალეთ მათემატიკა, გამოიყენეთ კეპლერის კანონები, რომლებიც აღწერენ პლანეტარულ მოძრაობას და მიიღებთ 84 წუთ 24 წამს. ზუსტად ორმაგი იმ დროისა, რაც სჭირდება დედამიწის ცენტრში ვარდნას და დაბრუნებას. ეს არ არის შემთხვევა. ეს არ არის რიცხვების თამაში. ეს არის ღრმა კავშირი, რომელიც ავლენს, რომ ორბიტალური მოძრაობა და ჰარმონიული რხევა არის ერთი და იგივე ფენომენის ორი გამოვლინება.
თანამგზავრი, რომელიც ბრუნავს ორბიტაზე და ობიექტი, რომელიც რხევს გვირაბში, ორივე მოძრაობს გრავიტაციული ძალის ქვეშ, რომელიც პროპორციულია მანძილისა ცენტრიდან. ორივე ასრულებს ჰარმონიულ რხევას, ერთი ორგანზომილებიან სივრცეში, წრიული ორბიტა, მეორე ერთგანზომილებიან სივრცეში, წრფივი გვირაბი. წარმოიდგინეთ ორი მოცეკვავე, ერთი ბრუნავს სცენაზე წრეებში, მეორე რხევს წინ და უკან ერთ ხაზზე. ორივე მოძრაობს მუსიკის რიტმზე, ორივე ასრულებს ქორეოგრაფიას, რომელიც დაწერილია იმავე მათემატიკური ენით. ისევე როგორც მოცეკვავეები, თანამგზავრი და ვარდნადი ობიექტი ორივე ცეკვავს გრავიტაციის მუსიკაზე. ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, რომელიც გადის ცის თავზე, პატარა მოძრავი წერტილი, რომელიც კვეთს ვარსკვლავებს. თქვენ ხედავთ იმავე ჰარმონიულ რხევას, რომელიც მართავს ვარდნას დედამიწის ცენტრში. სადგური ბრუნავს 84 წუთის პერიოდით, ზუსტად ორმაგი 42 წუთი 12 წამისა. და ეს კავშირი გასცდება დედამიწას. წარმოიდგინეთ ნეიტრონული ვარსკვლავი, ობიექტი ისეთი მკვრივი, რომ ერთი ჩაისკოვზი მისი მასალისა იწონის მილიარდ ტონას, ობიექტის, სადაც ატომები დაიშალა ნეიტრონებად, სადაც მატერია არსებობს მდგომარეობაში, რომელიც არ არსებობს დედამიწაზე. თუ გაბურღავთ გვირაბს ნეიტრონული ვარსკვლავის ცენტრში და ჩახტებით, დრო იქნება განსხვავებული, არა 42 წუთი, არამედ წამების მდელოები, შესაძლოა ნახევარი წამი, მაგრამ პრინციპი იგივე იქნება. ჰარმონიული რხევა. იგივე მათემატიკა. იგივე სიმეტრია. იგივე ფორმულა, ორი პი გამრავლებული კვადრატულ ფესვზე რადიუსის გაყოფილი გრავიტაციულ აჩქარებაზე. ან წარმოიდგინეთ შავი ხვრელი, ობიექტი, სადაც გრავიტაცია ისეთი ძლიერია, რომ თავად სივრცე დრო იხრება უსასრულობამდე, სადაც დრო ჩერდება ჰორიზონტზე, სადაც არაფერი, თუნდაც სინათლე, ვერ გაექცევა. თუ შეძლებდით გვირაბის გაბურღვას შავი ხვრელის ცენტრში, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ფიზიკურად, დრო იქნებოდა განსხვავებული, შესაძლოა მილიწამები, მაგრამ ისევ იმუშავებდა იგივე ფორმულა, იგივე ჰარმონიული რხევის პრინციპი, იგივე გეომეტრიული სიმეტრია. ეს ნიშნავს, რომ 42 წუთი 12 წამი არის არა უბრალოდ რიცხვი, არა უბრალოდ საინტერესო ფაქტი, რომელიც შეგიძლიათ გაიხსენოთ სადილობაზე. ეს არის ფანჯარა დედამიწის შიდა სტრუქტურაში, ფანჯარა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ნაწილდება მასა ფენებად, როგორ იცვლება სიმკვრივე სიღრმით, როგორ მუშაობს გრავიტაცია სფეროს შიგნით. თუ დედამიწა იქნებოდა უფრო მკვრივი, თუ მისი ბირთვი იქნებოდა უფრო მძიმე, ან მანტია უფრო შეკუმშული, დრო იქნებოდა უფრო მოკლე. თუ ნაკლებად მკვრივი, თუ პლანეტა იქნებოდა უფრო ფუმფულა, უფრო ღია, დრო იქნებოდა უფრო გრძელი. თუ მასა იქნებოდა განაწილებული არაერთგვაროვნად, თუ ერთი მხარე იქნებოდა მძიმე, მეორე მსუბუქი, დრო იქნებოდა განსხვავებული სხვადასხვა მიმართულებით. ყოველ ჯერზე, როცა გეოლოგები იკვლევენ სეისმურ ტალღებს, რომლებიც გასდევენ დედამიწას მიწის ცვლის შემდეგ, ტალღები, რომლებიც ვრცელდებიან პლანეტის სხეულში ისევე, როგორც ხმა ვრცელდება ჰაერში, ისინი იყენებენ იგივე პრინციპს. ტალღები მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით სხვადასხვა ფენებში, სწრაფად მყარ-ქანში, ნელად ხევად მანტიაში და ესავლენ შიდა სტრუქტურას, ქმნის რუკას იმისა, რაც ფარულია ჩვენი ფეხქვეშ. გრავიტაციული ვარდნა არის იგივე, ის არის ზონდი, რომელიც იკვლევს პლანეტის გეომეტრიას, ავლენს მის ფარულ არქიტექტურას. გრავიტაცია არის არა ძალა, არამედ გეომეტრია, რომელიც ქმნის სიმფონიას სივრცე-დროში, სიმფონია, რომელიც ისმის ყველა მასშტაბზე, ატომიდან გალაქტიკამდე. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ უზარმაზარი ბიბლიოთეკის შუაგულში, ბიბლიოთეკა, სადაც თითოეული წიგნი აღწერს ერთ ფიზიკურ კანონს, ერთ მათემატიკურ ფორმულას, ერთ ბუნების საიდუმლოს. თქვენ იღებთ ერთ წიგნს, დედამიწის ცენტრში ვარდნა, და იწყებთ კითხვას. 42 წუთი 12 წამი. ჰარმონიული რხევა. გრავიტაციული სიმეტრია. მაგრამ შემდეგ რაღაც უცნაური ხდება. თქვენ იღებთ მეორე წიგნს, მაიატნიკის მოძრაობა და ხედავთ იგივე ფორმულას. მესამე წიგნი, ორბიტალური მექანიკა, ისევ იგივე მათემატიკა. მეოთხე, ატომური რხევები, იგივე პრინციპი. მეხუთე, ხმის ტალღები, იგივე სტრუქტურა. მეექვსე, გულის რიტმი, იგივე ჰარმონია. თქვენ ხვდებით, რომ ეს არ არის სხვადასხვა წიგნები. ეს არის ერთი და იგივე წიგნი, დაწერილი სხვადასხვა ენაზე, მოთხრობილი სხვადასხვა მეტაფორით, გამოვლენილი სხვადასხვა მასშტაბით. და ეს წიგნი ამბობს ერთ უბრალო, მაგრამ ღრმა ჭეშმარიტებას, სამყარო არის არა ქაოსური კოლექცია შემთხვევითი მოვლენებისა, არამედ ერთიანი, ჰარმონიული სისტემა, სადაც იგივე პრინციპები მუშაობს ყველა დონეზე, ატომიდან გალაქტიკამდე, წამიდან საუკუნემდე, თქვენი სხეულიდან მთელ კოსმოსამდე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ უნივერსალურობას იდეა, რომ ბუნების კანონები არ იცვლება ადგილის, დროის, მასშტაბის მიხედვით. ისინი მუშაობენ ყველგან, ყოველთვის, ყველასთვის.
და გრავიტაციული ვარდნა დედამიწის ცენტრში არის სრულყოფილი მაგალითი ამ უნივერსალურობისა, ის აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. დავიწყოთ ყველაზე პატარა მასშტაბიდან, ატომური სამყაროდან. წარმოიდგინეთ ელექტრონი, რომელიც ბრუნავს ატომის ბირთვის გარშემო. კლასიკური ფიზიკის თვალსაზრისით, რომელიც მუშაობდა მე-19 საუკუნეში, ელექტრონი არის პატარა პლანეტა, რომელიც ბრუნავს ბირთვის გარშემო ისევე, როგორც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. ელექტრული ძალა, რომელიც აკავშირებს ელექტრონს ბირთვთან, მოქმედებს ზუსტად იგივე მათემატიკით, როგორც გრავიტაციული ძალა, ის პროპორციულია მუხტების ნამრავლისა და უკუპროპორციული მანძილის კვადრატისა. იგივე ფორმა, იგივე სტრუქტურა, იგივე ჰარმონია. რა თქმა უნდა, კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ რეალობა უფრო რთულია. ელექტრონი არ არის პატარა ბურთი, არამედ ალბათობის ღრუბელი, ტალღა და ნაწილაკი ერთდროულად. მაგრამ მაინც, თუნდაც კვანტურ დონეზე, ატომური რხევები, ვიბრაციები, რომლებსაც ატომები ასრულებენ მოლეკულებში, მოძრაობენ იგივე ჰარმონიული რხევის პრინციპით. ყოველ ჯერზე, როცა ატომი ვიბრირებს ქიმიურ კავშირში, ის ასრულებს მინიატურულ ვერსიას იმისა, რასაც თქვენ შეასრულებდით დედამიწის ცენტრში ვარდნისას, რხევა აღდგენითი ძალის ქვეშ, რხევა, რომლის პერიოდი განსაზღვრულია მასით და ძალის სიძლიერით. და ეს არ არის მხოლოდ თეორია. ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ ფერს, წითელს, ლურჯს, მწვანეს, თქვენ ხედავთ ამ ატომური რხევების შედეგს. სინათლის ფოტონები, რომლებსაც ატომები გამოსხივებენ, წარმოიქმნება ზუსტად ამ ვიბრაციებიდან. ყოველ ჯერზე, როცა ისმენთ ხმას, მუსიკას, სიტყვებს, ხმაურს, თქვენ ისმენთ ჰაერის მოლეკულების რხევებს, რომლებიც ასევე მოძრაობენ ჰარმონიული რხევის პრინციპით. თქვენი ყურის ბარძაკი ვიბრირებს, პატარა ძვლები შუაყურში რხევენ, თმის უჯრედები კოხლეაში რხევენ და ყველა ეს რხევა არის ვარიაცია იმავე თემაზე, რომელსაც ვხედავთ დედამიწის ცენტრში ვარდნაში. ახლა გადავიდეთ თქვენს სხეულზე, სისტემაზე, რომელიც შედგება ტრილიონობით ატომისგან, მილიარდობით უჯრედისგან, მილიონობით რხევისგან. თქვენი გული ბეჭავს 60-65-დან 80-მდე დარტყმა წუთში და მოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ეს რიტმი არ არის შემთხვევითი. ის არის ჰარმონიული რხევა, რომელსაც აკონტროლებს ელექტრული იმპულსები სინუსურ კვანტში, რხევა, რომელსაც აქვს პერიოდი, ამპლიტუდა, ფაზა. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი გული ბეჭავს, ის ასრულებს იგივე ტიპის მოძრაობას, რომელსაც თქვენ შეასრულებდით დედამიწის ცენტრში, რხევა ცენტრალური წერტილის გარშემო, რხევა, რომელიც ქმნის სიცოცხლეს. თქვენი ფილტვები ფართოვდება და იკუმშება 12-დან 20-მდე სუნთქვა წუთში. ისევ ჰარმონიული რხევა. თქვენი დიაფრაგმა ეშვება და ამაღლდება, თქვენი ნეკნები იხსნება და იკეტება, თქვენი თავის ტვინის ტალღები რხევენ, დელტა, თეტა, ალფა, ბეტა, გამა, ყველა სხვადასხვა სიხშირით, მაგრამ ყველა იგივე ჰარმონიული პრინციპით. თქვენ ხართ სიმფონია რხევებისა, სიმფონია, რომელიც არასოდეს ჩერდება, სიმფონია, რომელიც ქმნის თქვენს არსებობას. და როცა თქვენ დგახართ, ან სიარულობთ, ან ვარჯიშობთ, თქვენი სხეული იყენებს იგივე პრინციპებს. თქვენი კუნთები იკუმშებიან და ისვენებენ რიტმულად. თქვენი სახსრები მოქმედებენ როგორც მაიატნიკები, თქვენი ხელი, რომელიც რხევს სიარულისას, არის მაიატნიკი, რომლის პერიოდი დამოკიდებულია მის სიგრძეზე და გრავიტაციულ აჩქარებაზე. ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი საქანელაზე რხევს, ან ტრამპოლინზე ხტება, ან თოკზე ქანაობს, ის იყენებს იგივე ფიზიკას, რომელიც განსაზღვრავს ვარდნას დედამიწის ცენტრში. თქვენი სხეული იცის ამ კანონებს. ის არ სწავლობს მათ სკოლაში, ის იბადება მათთან. ყოველ ჯერზე, როცა იჭერთ ბურთს, თქვენი ტვინი ავტომატურად ითვლის პარაბოლურ ტრაექტორიას, აჩქარებას, დროს. ყოველ ჯერზე, როცა ხტებით, თქვენი კუნთები ავტომატურად ითვლიან ძალას, რომელიც საჭიროა გრავიტაციის დასაძლევად. თქვენ ხართ ცოცხალი კალკულატორი, რომელიც ამუშავებს გრავიტაციულ ინფორმაციას ყოველ მილიწამში, ყოველ მოძრაობაში, ყოველ სუნთქვაში. ახლა გავფართოვოთ პერსპექტივა დედამიწის მასშტაბამდე. პლანეტა, რომელზეც ცხოვრობთ, თავად არის გიგანტური რხევადი სისტემა. ოკეანეები რხევენ, მიქცევა და მოქცევა ორჯერ დღეში, რიტმი, რომელსაც აკონტროლებს მთვარის გრავიტაცია. ეს არის ჰარმონიული რხევა პლანეტარულ მასშტაბში, წყალი ამაღლდება და ეშვება, ქმნის რიტმს, რომელიც არსებობს მილიარდობით წლის განმავლობაში. ყოველ ჯერზე, როცა დგახართ სანაპიროზე და ხედავთ ტალღებს, რომლებიც მოდიან და მიდიან, ხედავთ ამ კოსმიურ რხევას, რომელიც აკავშირებს დედამიწას მთვარესთან, მთვარეს მზესთან, მზეს გალაქტიკასთან. ატმოსფერო რხევს ქარები, ციკლონები, ანტიციკლონები, ყველა მოძრაობს რხევადი პატერნებით. წნევის სისტემები ამაღლდებიან და ეშვებიან, ტემპერატურა იცვლება რიტმულად, ამინდი მიჰყვება სეზონურ ციკლებს.
ყოველ ჯერზე, როცა გრძნობთ ქარს თქვენს სახეზე, ან ხედავთ ღრუბლებს, რომლებიც მოძრაობენ ცაში, თქვენ ხედავთ ატმოსფერულ ხევებს, რომლებიც ქმნიან ამინდს, კლიმატს, სიცოცხლის პირობებს. თავად დედამიწის ქერქი რხევს სეისმური ტალღები, რომლებიც გასდევენ პლანეტას მიწის ცვლის შემდეგ, არის რხევები, რომლებიც ავლენენ შიდა სტრუქტურას. გეოლოგები იყენებენ ამ ტალღებს როგორც ულტრაბგერას, ისინი ხედავენ დედამიწის შიგნით სწომავენ ფენების სისქეს, ადგენენ მასალების ტიპს, იკვლევენ მანტიის დინებებს. ყოველი ეს ტალღა არის ვარიაცია ჰარმონიული რხევის თემაზე, ვარიაცია, რომელიც გვიჩვენებს, რომ მთელი პლანეტა არის ერთი დიდი, რთული, მრავალფენოვანი რხევადი სისტემა. და თქვენ ხართ ამ სისტემის ნაწილი. ყოველ ჯერზე, როცა დგახართ მიწაზე, თქვენი სხეული გრძნობს დედამიწის რხევებს, მიკროსეისმურ ფონს, რომელიც არასოდეს ჩერდება. თქვენი ფეხები არის სენსორები, რომლებიც აღიქვამენ ამ რხევებს, თქვენი ტვინი ამუშავებს მათ, თქვენი სხეული ბალანსდება მათზე. თქვენ ხართ ნაწილი პლანეტარული სიმფონიისა, სიმფონია, რომელიც უკრავს უწყვეტად, დღე და ღამე, საუკუნეების განმავლობაში. ახლა გავფართოვოთ კიდევ უფრო მზის სისტემის მასშტაბამდე. პლანეტები ბრუნავენ მზის გარშემო, მერკური 87 დღეში, ვენერა 224 დღეში, დედამიწა 365 დღეში, მარსი 687 დღეში. ყოველი ეს ორბიტა არის ჰარმონიული რხევა, რომელსაც აკონტროლებს მზის გრავიტაცია, რხევა, რომელსაც აქვს პერიოდი, ექსცენტრიულობა, ფაზა. და ეს ორბიტები არ არის დამოუკიდებელი, ისინი ურთიერთქმედებენ, ქმნიან რეზონანსებს, ჰარმონიებს. იუპიტერის მთვარეები, იო, ევროპა, განიმედი, ბრუნავენ რეზონანსში ერთ-ერთ ორში. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როცა განიმედი ასრულებს ერთ ორბიტას, ევროპა ასრულებს ორს, ხოლო იო 4-ს. ეს არის კოსმიური ჰარმონია, რომელიც ქმნის სტაბილურობას, ხანგრძლივობას, წესრიგს. ყოველ ჯერზე, როცა უსმენთ მუსიკალურ აკორდს, მაგალითად დო მი სოლ, თქვენ ისმენთ იგივე ტიპის რეზონანსს, იგივე ჰარმონიულ თანაფარდობებს, რომლებსაც ხედავთ პლანეტარულ ორბიტებში. და ეს არ არის მეტაფორა. ძველი ბერძნები საუბრობდნენ სფეროების მუსიკაზე, იდეაზე, რომ პლანეტები ქმნიან ჰარმონიულ ხმებს თავიანთი მოძრაობით. ისინი ცდებოდნენ დეტალებში, პლანეტები არ ქმნიან ხმის ტალღებს ვაკუუმში, მაგრამ ისინი მართლები იყვნენ პრინციპში. პლანეტარული სისტემა ნამდვილად არის მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც უკრავს გრავიტაციულ სიმფონიას, რომელსაც შეუძლია გასტანოს მილიარდობით წელი. ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ ვარსკვლავებს ღამის ცაში, ან აკვირდებით მთვარის ფაზებს, ან აღნიშნავთ სეზონების ცვლას, თქვენ ხედავთ ამ კოსმიურ რხევებს, რომლებიც აკავშირებენ თქვენს პატარა სხეულს უზარმაზარ სამყაროსთან. და ბოლოს გავფართოვოთ უდიდეს მასშტაბამდე გალაქტიკური კლასტერების, თავად სამყაროს მასშტაბამდე. ჩვენი გალაქტიკა რძიანი გზა, ბრუნავს ერთი სრული ბრუნი 225 მილიონ წელში. მზე, ჩვენი პატარა ვარსკვლავი, მოძრაობს ამ გალაქტიკურ ორბიტაზე სიჩქარით 220 კილომეტრი წამში. ეს არის კოსმიური მასშტაბის ჰარმონიული რხევა, რომელსაც აკონტროლებს გალაქტიკის ცენტრში მყოფი სუპერმასიური შავი ხვრელის გრავიტაცია, რხევა, რომელიც ქმნის სპირალურ სტრუქტურას, ვარსკვლავების წარმოქმნის ზონებს, პლანეტარული სისტემების დაბადებას. გალაქტიკები თავად რხევენ, ისინი ეჯახებიან ერთმანეთს, შერწყმიან, იშლებიან, ქმნიან ახალ სტრუქტურებს. ჩვენი გალაქტიკა და ანდრომედა ახლოვდებიან ერთმანეთს სიჩქარით 110 კილომეტრი წამში, 4 მილიარდი წლის შემდეგ ისინი შეჯახდებიან, შერწყმიან, შექმნიან ახალ, უფრო დიდ გალაქტიკას. ეს არის ნელი, გრანდიოზული რხევა, რომელიც გრძელდება მილიარდობით წელი, მაგრამ მაინც მოძრაობს იგივე ფუნდამენტური პრინციპებით, რომლებსაც ვხედავთ მაიატნიკში, ან დედამიწის ცენტრში ვარდნაში. და თავად სამყარო რხევს, ის ფართოვდება, აჩქარებს, შესაძლოა ერთ დღეს შეიკუმშება უკან დიდ კოლაფსში, ან გაგრძელდება ფართოვდეს უსასრულოდ, გაცივდება, გაბნელდება, მიაღწევს თერმოდინამიკურ სიკვდილს. ან შესაძლოა არსებობს ციკლური სამყარო, რომელიც იბადება, ფართოვდება, იკუმშება, კვდება და ისევ იბადება, უსასრულო რხევა დიდ აფეთქებებსა და დიდ კოლაფსებს შორის. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ვიცით ერთი, სამყარო მოძრაობს რიტმით, რომელიც ჩაწერილია გრავიტაციის კანონებში, რიტმით, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. და აქ ვაღწევთ ყველაზე ღრმა შეკითხვამდე, რომელიც ცდება ფიზიკას და შედის ფილოსოფიაში, მეტაფიზიკაში, თავად არსებობის აზრში. რატომ არის სამყარო ასე ჰარმონიული? რატომ მუშაობს იგივე კანონები ყველა დონეზე? რატომ არის მათემატიკა, აბსტრაქტული, ადამიანის მიერ შექმნილი ენა, ასე სრულყოფილად შესაფერისი ბუნების აღსაწერად? რატომ არის 42 წუთი 12 წამი არა უბრალოდ რიცხვი, არამედ ფანჯარა ფუნდამენტურ სტრუქტურაში? ზოგიერთი ამბობს, ეს არის შემთხვევა.
სამყარო უბრალოდ ასეთია და ჩვენ ვცხოვრობთ მასში, რადგან თუ ის სხვაგვარი იქნებოდა, ჩვენ არ არსებობდით მის დასაკვირვებლად. ეს არის ანთროპული პრინციპი, იდეა, რომ სამყარო ჩანს მორგებული სიცოცხლისთვის, რადგან მხოლოდ ასეთ სამყაროში შეიძლება არსებობდეს დამკვირვებლები, რომლებიც ამას შენიშნავენ. ზოგიერთი ამბობს, ეს არის დიზაინი. სამყარო შექმნილია ინტელექტუალური არქიტექტორის მიერ, ღმერთის, დემიურგის, კოსმიური გონების მიერ, რომელმაც ჩადო ეს ჰარმონია, ეს სიმეტრია, ეს მათემატიკური სილამაზე. ეს არის თელეოლოგიური არგუმენტი, იდეა, რომ სამყაროს აქვს მიზანი, დიზაინი, მნიშვნელობა. ზოგიერთი ამბობს, ეს არის გარდაუვალობა. სამყარო არ შეიძლება იყოს სხვაგვარი, ფიზიკის კანონები არის ლოგიკური აუცილებლობა, მათემატიკური ჭეშმარიტება, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ფიზიკური რეალობისგან. ეს არის პლატონური იდეალიზმი, იდეა, რომ მათემატიკა არის უფრო რეალური ვიდრე მატერია, რომ ფორმები არსებობენ იდეალურ სამყაროში და ფიზიკური სამყარო არის მხოლოდ მათი ჩრდილი. ჩვენ არ ვიცით პასუხი. შესაძლოა არასოდეს ვიცოდეთ. მაგრამ ვიცით ერთი, როცა ვკვლევთ დედამიწის ცენტრში ვარდნას, როცა ვთვლით 42 წუთს 12 წამს, როცა ვხედავთ ჰარმონიულ რხევას ატომიდან გალაქტიკამდე, ჩვენ ვეხებით რაღაც ღრმას, რაღაც ფუნდამენტურს, რაღაც, რაც ცდება ჩვენს პატარა ცხოვრებას, ჩვენს მოკლე არსებობას, ჩვენს შეზღუდულ გაგებას. ჩვენ ვეხებით სამყაროს გულს, რომელიც ბეჭავს იგივე რიტმით, რომელსაც ბეჭავს ჩვენი გული, რომელსაც რხევს ატომი, რომელსაც ბრუნავს პლანეტა, რომელსაც ფართოვდება გალაქტიკა. და ამ შეხებაში, ამ მომენტში, როცა მათემატიკა ხდება პოეზია, როცა ფიზიკა ხდება ფილოსოფია, როცა რიცხვი ხდება მნიშვნელობა, ჩვენ გვგრძნობთ რაღაც, რისი სახელიც არ გვაქვს, მაგრამ რაც ყველა მიცის, ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცისა უფრო დიდისა, რაღაცისა უფრო ღრმისა, რაღაცისა, რაც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. და შესაძლოა ეს არის ნამდვილი პასუხი, არა ინტელექტუალური პასუხი, არამედ ემოციური, ინტუიციური, ეგზისტენციალური პასუხი. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც აცნობიერებს თავის თავს. ჩვენ ვართ ატომები, რომლებმაც ისწავლეს ფიქრი. ჩვენ ვართ ვარსკვლავური მტვერი, რომელიც ეძებს მნიშვნელობას. და როცა ვკვლევთ გრავიტაციას, როცა ვთვლით 42 წუთს 12 წამს, როცა ვხედავთ ჰარმონიას, ჩვენ არ ვკვლევთ რაღაც გარეგანს. ჩვენ ვიკვლევთ თავად ჩვენს თავს. რადგან გრავიტაცია არის არა ძალა, არამედ გეომეტრია, რომელიც ქმნის სივრცეს, დროს, მატერიას, ენერგიას, სიცოცხლეს, აზროვნებას, თქვენ. და როცა თქვენ დგახართ დედამიწაზე, გრძნობთ მის მიზიდულობას, ხედავთ ვარსკვლავებს ზემოთ, თქვენ არ ხართ გარეთ ამ სისტემისა. თქვენ ხართ შიგნით. თქვენ ხართ ნაწილი. თქვენ ხართ ნოტა ამ უსასრულო სიმფონიაში. და ეს ნოტა, თქვენი ცხოვრება, თქვენი სუნთქვა, თქვენი გულისცემა, თქვენი აზრები რხევს იმავე ჰარმონიით, რომელიც რხევს ატომში, პლანეტაში, გალაქტიკაში, სამყაროში. 42 წუთი 12 წამი არის არა უბრალოდ დრო. ეს არის შეხსენება იმისა, რომ ყველაფერი დაკავშირებულია, რომ ყველაფერი რხევს, რომ ყველაფერი არის ერთი. და შესაძლოა ყველაზე ღრმა შეკითხვა არ არის, რატომ, არამედ რისთვის. რისთვის გვჭირდება ეს ცოდნა, ეს გაგება, ეს შეხება კოსმიურ ჰარმონიასთან? რას ვაკეთებთ ამით ჩვენს მოკლე, მკიფე, ლამაზ ცხოვრებაში? რისთვის? რისთვის გვჭირდება ცოდნა, რომ ვარდნა დედამიწის ცენტრში გასტანს ზუსტად 42 წუთს 12 წამს? რისთვის გვჭირდება გაგება, რომ ეს იგივე ჰარმონია რხევს ატომში, გულში, პლანეტაში, გალაქტიკაში? რა იცვლება ჩვენში, როცა ვხვდებით, რომ გრავიტაცია არის არა ძალა, არამედ გეომეტრია, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან? გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? გახსოვთ ის პირველი სურათი, თქვენ, რომელიც დგახართ გვირაბის პირას, უყურებთ ქვემოთ უსასრულო სიღრმეში, ემზადებით ხტომისთვის. მაშინ ეს იყო აბსტრაქტული ექსპერიმენტი, მათემატიკური თამაში, ფიზიკური კურიოზი. ახლა ეს არის რაღაც სხვა. ახლა თქვენ იცით, რომ ეს ვარდნა არ იქნებოდა უბრალოდ მოგზაურობა სივრცეში. ეს იქნებოდა მოგზაურობა თავად რეალობის სტრუქტურაში, მოგზაურობა, რომელიც ავლენს, როგორ მუშაობს დრო, როგორ იხრება სივრცე, როგორ ქმნის გრავიტაცია არა მხოლოდ მოძრაობას, არამედ თავად არსებობის შესაძლებლობას. ყოველ ჯერზე, როცა ახლა დგახართ მიწაზე და გრძნობთ მის სიმხარეს ფეხქვეშ, თქვენ აღარ გრძნობთ უბრალოდ ზედაპირს. თქვენ გრძნობთ მოხრილ სივრცე დროს, გრძნობთ გეომეტრიას, რომელიც გიჭერთ, გრძნობთ ჰარმონიას, რომელიც აკავშირებს თქვენს სხეულს პლანეტის ცენტრთან, პლანეტას მზესთან, მზეს გალაქტიკასთან, გალაქტიკას სამყაროსთან. თქვენ აღარ ხართ იზოლირებული ინდივიდი, თქვენ ხართ რხევა უსასრულო სიმფონიაში. მაგრამ ეს არის არა მხოლოდ ინტელექტუალური გაგება. ეს არის ეგზისტენციალური გადატრიალება, რომელიც ცვლის თავად ჩვენს ურთიერთობას რეალობასთან.
წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სახლში, რომელსაც ფიქრობთ, რომ კარგად იცნობთ, ყოველი ოთახი, ყოველი კუთხე, ყოველი ხმა. შემდეგ ერთ დღეს აღმოაჩენთ ფარულ კარს, რომელიც იღება უზარმაზარ ბიბლიოთეკაში სავსე წიგნებით, რომლებიც აღწერენ თქვენი სახლის არქიტექტურას, მის ისტორიას, მის კავშირს სხვა შენობებთან, მთელ ქალაქთან, მთელ სამყაროსთან. თქვენი სახლი არ შეცვლილა, მაგრამ თქვენი გაგება მისი შეიცვალა. ახლა ყოველი კედელი, ყოველი სარკმელი, ყოველი კიბე გიამბობთ ისტორიას, რომელიც აკავშირებს თქვენს პატარა სივრცეს უსასრულო კონტექსტთან. ასეა გრავიტაციის გაგებაც. ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობდით გრავიტაციულ ველში, ვიბადებით მასში, ვიზრდებით მასში, ვკვდებით მასში. მაგრამ როცა ვიგებთ, რომ ეს ველი არის არა უბრალოდ ძალა, არამედ გეომეტრია, რომელიც ქმნის დროს, სივრცეს, მოძრაობას, ჰარმონიას, ჩვენი ურთიერთობა მასთან იცვლება. ყოველ ჯერზე, როცა ვარდებით, ან ხვდებით, ან უბრალოდ ვდგავართ, ჩვენ აღარ ვართ პასიური ობიექტები, რომლებზეც მოქმედებს გარეგანი ძალა. ჩვენ ვართ აქტიური მონაწილეები კოსმიურ ცეკვაში, რომელიც არასოდეს ჩერდება, ცეკვაში, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. და აქ იწყება ნამდვილად ღრმა შეკითხვები, რომლებსაც არ აქვთ საბოლოო პასუხები, მაგრამ რომელთა დასმა თავისთავად ცვლის ჩვენს. თუ გრავიტაცია არის გეომეტრია, თუ სივრცე-დრო არის მოხრილი ქსოვილი, თუ ყველაფერი რხევს ერთი ჰარმონიით, მაშინ რა არის ჩვენი თავისუფლება? ვართ თუ არა ჩვენ უბრალოდ ნაწილაკები, რომლებიც მოძრაობენ წინასწარ განსაზღვრულ გეოდეზიურებზე, ან გვაქვს რაიმე ავტონომია, რაიმე უნარი შევცვალოთ ჩვენი ტრაექტორია. ფიზიკა გვეუბნება, თქვენ მოძრაობთ გეომეტრიაში, რომელიც შექმნილია მასის მიერ. მაგრამ თქვენ თავად ხართ მასა, პატარა, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მასა. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ახრით სივრცე-დროს, თქვენს ქმნით გეომეტრიას, თქვენს ხართ ნაწილი იმ ველისა, რომელიც განსაზღვრავს მოძრაობას. თქვენ არ ხართ პასიური მოთამაშე, თქვენ ხართ თანაავტორი. სუსტი, მცირე, მაგრამ მაინც თანაავტორი. ან სხვა შეკითხვა, თუ ყველაფერი რხევს ერთი ჰარმონიით, თუ ატომი, გული, პლანეტა, გალაქტიკა, ყველა მოძრაობს იგივე პრინციპით, მაშინ სად არის საზღვარი ჩემსა და არა ჩემს შორის? სად მთავრდება ჩემი სხეული და იწყება გარე სამყარო? ფიზიკა გვეუბნება, საზღვარი არის ილუზია. ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენს სხეულს დღეს, ხვალ იქნებიან ჰაერში, წყალში, მიწაში. ატომები, რომლებიც ხვალ შექმნიან თქვენს სხეულს, დღეს არიან საკვებში, სუნთქვაში, სინათლეში. თქვენ არ ხართ იზოლირებული კუნძული, თქვენ ხართ მდინარე, რომელიც მუდმივად იცვლება, მუდმივად ცვლის მასალას გარემოსთან, მაგრამ ინარჩუნებს პატერნს, ფორმას, იდენტობას. ყოველ ჯერზე, როცა სუნთქავთ, თქვენ ცვლით ატომებს მთელ პლანეტასთან. ყოველ ჯერზე, როცა ჭამთ, თქვენ აბსორბირებთ მასალას, რომელიც იყო ნიადაგში, მცენარეში, ცხოველში, შესაძლოა ვარსკვლავში მილიარდობით წლის წინ. თქვენ ხართ არა ობიექტი, არამედ პროცესი, რომელიც აკავშირებს თქვენ მთელ სამყაროსთან. ან კიდევ უფრო ღრმა შეკითხვა, თუ მათემატიკა, აბსტრაქტული ადამიანის მიერ შექმნილი ენა, ასე სრულყოფილად აღწერს ბუნებას, მაშინ რა არის მათემატიკის ბუნება? არის თუ არა ის აღმოჩენა, თუ გამოგონება? ვაღმოაჩენთ თუ ვქმნით ფორმულებს. პლატონი ამბობდა, მათემატიკა არსებობს იდეალურ სამყაროში და ჩვენ მხოლოდ ვიხსენებთ მას. არისტოტელი ამბობდა, მათემატიკა არის აბსტრაქცია ფიზიკური რეალობიდან და ჩვენ ვქმნით მას. თანამედროვე ფილოსოფოსები კამათობენ, შესაძლოა მათემატიკა არის ენა, რომელიც ჩვენმა ტვინმა შექმნა ევოლუციის დროს, ენა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა შესაფერისი სამყაროს აღსაწერად, რადგან ჩვენი ტვინი თავად არის ნაწილი ამ სამყაროსა და ვითარდებოდა მის კანონებში. მაგრამ შესაძლოა პასუხი უფრო მარტივია და უფრო ღრმა, მათემატიკა არის ენა, რომელზეც სამყარო საუბრობს თავის თავთან. ჩვენ როგორც ნაწილი ამ სამყაროსი ვისწავლეთ ამ ენის მოსმენა, არა იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის, რაც ისმენს. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც აცნობიერებს თავის თავს, სამყარო, რომელიც ეძებს თავის თავს, სამყარო, რომელიც ცდილობს გაიგოს თავისი საკუთარი სტრუქტურა. ყოველ ჯერზე, როცა მათემატიკოსი წერს ფორმულას, ან ფიზიკოსი ატარებს ექსპერიმენტს, ან ბავშვი ითვლის ვარსკვლავებს ცაში, ეს არის სამყარო, რომელიც იკვლევს თავის თავს. და ეს არ არის მეტაფორა. ეს არის ლიტერალური ჭეშმარიტება. ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენს ტვინს, ატომები, რომლებიც ახლა ამუშავებენ ამ აზრებს, არის იგივე ატომები, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ვარსკვლავებში, პლანეტებში, სხვა არსებებში. ისინი არ არიან თქვენი ატომები, ისინი არიან სამყაროს ატომები, რომლებიც ამ მომენტში ქმნიან პატერნს, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ თქვენ. და ეს პატერნი, თქვენი აზრები, თქვენი გრძნობები, თქვენი ცნობიერება არის სამყაროს გზა თავის შესაცნობად.
ყოველ ჯერზე როცა ხედავთ ბავშვს, რომელიც პირველად სწავლობს ხტომას და ხედავთ მის სახეზე გაოცებას, როცა ის აღმოაჩენს, რომ შეუძლია დროებით დაძლიოს გრავიტაცია, თქვენ ხედავთ სამყაროს, რომელიც სწავლობს თავის საკუთარ კანონებს. ყოველ ჯერზე როცა მეცნიერი აღმოაჩენს ახალ ფორმულას და გრძნობს ამ მომენტის მაგიას, როცა აბსტრაქტული სიმბოლოები უეცრად ავლენენ ღრმა ჭეშმარიტებას, ეს არის სამყარო, რომელიც იხსენებს თავის თავს. ყოველ ჯერზე როცა დგახართ ღამით და უყურებთ ვარსკვლავებს და გრძნობთ ამ უცნაურ, აუხსნელ კავშირს იმ უსასრულო სივრცესთან, ეს არის სამყარო, რომელიც გრძნობს თავის თავს. და შესაძლოა ეს არის ნამდვილი პასუხი იმ შეკითხვაზე, რისთვის გვჭირდება ცოდნა 42 წუთის 12 წამის შესახებ, რისთვის გვჭირდება გაგება გრავიტაციული ჰარმონიის შესახებ, რისთვის გვჭირდება ეს მოგზაურობა ფიზიკიდან მეტაფიზიკამდე. არა იმიტომ, რომ ეს გვაძლევს ძალაუფლებას, თუმცა ცოდნა ნამდვილად იძლევა ძალაუფლებას. არა იმიტომ, რომ ეს გვაძლევს პრაქტიკულ სარგებელს, თუმცა გაგება ნამდვილად იძლევა სარგებელს. არამედ იმიტომ, რომ ეს გვაძლევს რაღაც უფრო ღრმას, გვაძლევს კავშირს, გვაძლევს მნიშვნელობას, გვაძლევს ადგილს უსასრულო სიმფონიაში. ყოველ ჯერზე როცა ისწავლით რაიმე ახალს ბუნების შესახებ, იქნება ეს ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ასტრონომია, თქვენ არ ისწავლით რაღაც გარეგანს. თქვენ ისწავლით თავად თქვენს თავს, რადგან თქვენ ხართ ნაწილი ამ ბუნებისა. ყოველ ჯერზე როცა გრძნობთ გაოცებას, ან ტრეპეზს, ან სილამაზეს მეცნიერული აღმოჩენის წინაშე, თქვენ გრძნობთ სამყაროს, რომელიც გაოცებულია თავისი საკუთარი სილამაზით. მაგრამ აქ არის ყველაზე პარადოქსული და ყველაზე ლამაზი ნაწილი, რაც უფრო მეც ვსწავლობთ, რაც უფრო ღრმად ვიკვლევთ, რაც უფრო ზუსტად ვზომავთ, მით უფრო ხვდებით, რამდენი არ ვიცით. ყოველი პასუხი ქმნისად ახალ შეკითხვას. ყოველი აღმოჩენა ავლენსად ახალ საიდუმლოს. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწის ცენტრში ვარდნა გასტანს 42 წუთს 12 წამს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს გრავიტაცია. ჩვენ ვიცით, რომ გრავიტაცია არის სივრცე-დროის გეომეტრია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის სივრცე-დრო. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი რხევს ჰარმონიულად, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს ეს ჰარმონია. და ეს არ არის წარუმატებლობა. ეს არის მოწვევა. ყოველი უპასუხო შეკითხვა არის ფანჯარა უფრო ღრმა ჭეშმარიტებისკენ. ყოველი საიდუმლო არის მოწვევა უფრო შორს მოგზაურობისკენ. ყოველი საზღვარი, რომელსაც ვაღწევთ ავლენს ახალ ჰორიზონტს, რომელიც ელოდება შემდეგ თაობას, შემდეგ აღმოჩენას, შემდეგ ხტომას გაგებაში. ყოველ ჯერზე როცა ბავშვი სვამს შეკითხვას რატომ? და შემდეგ კიდევ რატომ? და კიდევ რატომ? ის არ არის უბრალოდ ცნობის მოყვარე. ის არის ფილოსოფოსი, რომელიც ინტუიციურად იცის, რომ ყოველი პასუხი არის მხოლოდ დასაწყისი, არა დასასრული. ის არის მეცნიერი, რომელიც ინტუიციურად იცის, რომ ცოდნა არის არა დახურული სისტემა, არამედ უსასრულო მოგზაურობა. ის არის ადამიანი, რომელიც ინტუიციურად იცის, რომ საიდუმლო არ არის დაბრკოლება, საიდუმლო არის საჩუქარი. და ასე ჩვენ ბრუნდებით იქ, საიდან დავიწყეთ, გვირაბის პირას, სადაც თქვენ დგახართ და უყურებთ ქვემოთ. მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია. ახლა თქვენ იცით, რომ ეს გვირაბი არის არა მხოლოდ ხვრელი მიწაში. ეს არის გეოდეზიური სივრცე-დროში, გზა, რომელიც მიჰყვება გეომეტრიას, რომელსაც ქმნის მასა. ახლა თქვენ იცით, რომ 42 წუთი 12 წამი არის არა მხოლოდ რიცხვი, ეს არის ნოტა კოსმიურ სიმფონიაში, ნოტა, რომელიც რხევს ატომიდან გალაქტიკამდე. ახლა თქვენ იცით, რომ თქვენი ვარდნა იქნებოდა არა მხოლოდ მოგზაურობა სივრცეში, ეს იქნებოდა მოგზაურობა გაგებაში, კავშირში, მნიშვნელობაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც თქვენ ახლა იცით, თქვენ არ გჭირდებათ ეს გვირაბი. თქვენ არ გჭირდებათ ვარდნა დედამიწის ცენტრში, რომ შეეხოთ ამ ჰარმონიას. რადგან ეს ჰარმონია არის ყველგან, თქვენს გულისცემაში, თქვენს სუნთქვაში, თქვენს ნაბიჯებში. ყოველ ჯერზე როცა დგახართ მიწაზე და გრძნობთ მის მხარდაჭერას, თქვენ გრძნობთ გეომეტრიას, რომელიც აკავშირებს თქვენ პლანეტასთან. ყოველ ჯერზე როცა უყურებთ ცას და ხედავთ მთვარეს, რომელიც ბრუნავს, თქვენ ხედავთ იმავე პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავენ ვარდნას გვირაბში. ყოველ ჯერზე როცა ისმენთ მუსიკას და თქვენი სხეული ბუნებრივად იწყებს რხევას რიტმზე, თქვენი სხეული იხსენებს, რომ ის თავად არის ნაწილი ამ კოსმიური რიტმისა. გრავიტაცია არის არა ძალა, არამედ გეომეტრია, რომელიც ქმნის არა მხოლოდ ვარდნას, არამედ კავშირს. კავშირს ატომსა და გალაქტიკას შორის. კავშირს წარსულსა და მომავალს შორის. კავშირს თქვენსა და სამყაროს შორის. და ეს კავშირი არ არის აბსტრაქტული, ის არის რეალური, ფიზიკური, გასაზომი. ის არის ის, რაც ქმნის თქვენს არსებობას, თქვენს ცნობიერებას, თქვენს უნარს დადგეთ ამ მომენტში და იფიქროთ ამ აზრებზე.
და ასე, ბოლოს, ჩვენ ვაღწევთ არა პასუხამდე, არამედ ღრმა, ლამაზ, უსასრულო შეკითხვამდე, რომელიც არ მოითხოვს პასუხს, რადგან თავად შეკითხვა არის საჩუქარი. რა ნიშნავს იყო? ადამიანი, არსება, რომელიც შეუძლია იცოდეს, რომ ვარდნა დედამიწის ცენტრში გასტანს 42 წუთს 12 წამს. რა ნიშნავს იყო ცნობიერება, პროცესი, რომელსაც შეუძლია გაიგოს, რომ გრავიტაცია არის გეომეტრია? რა ნიშნავს იყო ნაწილი სამყაროსი, რომელიც აცნობიერებს თავის თავს? შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სამყაროს გზა თავის საკუთარი სილამაზის დასანახად. შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ნოტების სიმფონიაში, რომელიც უკრავს თავისთვის. შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ შეკითხვები, რომლებსაც სამყარო სვამს თავის თავს. ან შესაძლოა ეს ნიშნავს რაღაც, რისი სახელიც ჯერ არ გვაქვს, რაღაც, რაც ელოდება შემდეგ აღმოჩენას, შემდეგ გაგებას, შემდეგ ხტომას ცნობიერებაში. მაგრამ ერთი რამ ვიცით, ყოველ ჯერზე როცა ვდგავართ ღამით და ვუყურებთ ვარსკვლავებს, ან ვისმენთ ბავშვის სიცილს, ან გრძნობთ ქარს ჩვენს სახეზე, ან ვფიქრობთ ამ აზრებზე, ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცისა უსასრულოდ დიდისა, უსასრულოდ ლამაზისა, უსასრულოდ საიდუმლოსა. ჩვენ ვართ ვარდნა, რომელიც არასოდეს მთავრდება. ჩვენ ვართ რხევა, რომელიც არასოდეს ჩერდება. ჩვენ ვართ შეკითხვა, რომელიც არასოდეს იღებს საბოლოო პასუხს. და ამ უსასრულო ვარდნაში, ამ მარადიულ რხევაში, ამ ღია შეკითხვაში, ჩვენ პოულობთ არა პასუხს, არამედ რაღაც უფრო ღირებულს. ჩვენ პოულობთ ტრეპეტს. ჩვენ პოულობთ სილამაზეს. ჩვენ პოულობთ კავშირს. ჩვენ პოულობთ სახლს, რომელიც არის არა ადგილი, არამედ გაგება. სახლს, რომელიც არის არა პასუხი, არამედ მოგზაურობა. სახლს, რომელიც არის არა დანიშნულების პუნქტი, არამედ თავად გზა. და ეს გზა გრძელდება. ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი დაიბადება და პირველად გახსნის თვალებს. ყოველ ჯერზე, როცა მეცნიერი აღმოაჩენს ახალ კანონს. ყოველ ჯერზე, როცა ვარსკვლავი იბადება ან კვდება. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ დგახართ და გრძნობთ გრავიტაციას, არა როგორც ძალას, არამედ როგორც კავშირს, როგორც ჰარმონიას, როგორც სახლს. 42 წუთი 12 წამი. ეს არის არა დასასრული. ეს არის დასაწყისი.